დღეს ვართ ქობულეთში და რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა გავსინჯო ქობულეთური საჭმელები. ამიტომ აქ მაქვს ღომი იახნისთან ერთად. ჯერ კიდე არ გამისინჯავს არასოდეს არსად და როგორც მითხეს, ზუსტად იახნი არის ქობულეთური კერძი. იჭმევა რა თქმა უნდა ღომთან ერთად. მოდით გავსინჯოთ პირველად. სასწაული სურნელი აქვს პირველ რიგში ეს უნდა აღვნიშნოს, სავსე არის სანელებით და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. ხორცთან ერთად არის სხვათა შორის ხორცს ვხედავ. გავსინჯოთ. გავსინჯოთ თვითონ ხორციც. ისეთი რბილია, რომ დაღეჭვაც აღარ სჭირდება. კერძი ძალიან მომეწონა და სხვათა შორის განსხვავება ბაჟისგან არის იმაში, რომ ბაჟეში უფრო იგრძნობა თხილის გემო, აქ კი უფრო სანელების გემო. ამის გარდა მე აქ მაქვს ქობულეთური დესერტი. ეს იქნება ყველაზე საინტერესო. დესერტის დროც მოვიდა. დღეს უნდა გავსინჯო ნამდვილი ქობულეთური დესერტი, რომელიც კეთდება როგორც მითხრეს, უფრო დღესასწაულებზე, რადგან ერთდროულად მწარეა და ტკბილია და დღესასწაულებზე ჭამენ მაგას, რომ ეგეთი ცხოვრებაც იყოს, ერთდროულად მწარე და ტკბილიც. ეგრე გამოიყურება. მართლა მწარეა. ესე იგი, ეს დესერტი კეთდება ბრინჯისგან, თაფლისგან და რა თქმა უნდა დამატებული არის შავი პილპილი და მარილი და ზუსტად მაგის გამო, როცა ახლა გავსინჯე, ჯერ იყო კარამელიზებული თაფლის გემო, ძალიან სასიამოვნო და მერე უცხოდ დაიწყო პილპილის გემო და რა თქმა უნდა სიცხარე. ძალიან უცნაურია, მაგრამ ძალიან გემრიელია. მე მომეწონა. ჩემი აზრით ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ამ ერთი თვის განმავლობაში რამდენი აჭარული მაქვს გასინჯული. დღეს ნახეთ რა დაგხვდა. ეს არის მინი აჭარული ხაჭაპური. რა საყვარლობა. მოდით ესეც გავსინჯოთ. ჩემი აზრით ეს არის იდეალური ზომა იმ ხალხისთვის, ვინც მთლიანად ვერ ჭამს მთლიან დიდ აჭარულს. ეს იდეალურია. აბა რამდენს გაქვთ გასინჯული ბამბუკის წვნილი და წარმოიდგინეთ ჯურჯანპალაში, აქ უკანა ეზოში იზრდება ძალიან ბევრი ბამბუკები და როგორც მითხრეს, ზუსტად ამ ბამბუკებისგან თვითონ აკეთებენ წვნილს. ძალიან საინტერესოა. ეგრე გამოიყურება. მარილიანია. ხო რა თქმა უნდა წვნილია მაინც. მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული გემოს ვერ ვგრძნობ. ძალიან ხრაშუნა არის და ძალიან სასიამოვნო სახეჭია. ცუდი არ არის. ძალიან მაგარია. ეხლა აჭარულის გარდა მაქვს გასინჯული უკვე ნამდვილი ქობულეთური კერძებიც. მე ძალიან მომეწონა. თქვენ რომელი კერძი გიყვართ, დამიწერეთ კომენტარებში.